ისევე როგორც იუდაიზმი და ქრისტიანობა, ისლამით შუა აზიის უდაბნოს მიწაზე იშვა. თუმცა ისლამური სამყაროს ერთი შტო დასავლეთ ევროპისკენ გაემართა. 711 წელს 7000 მუსულმანი ჩრდილოეთ აფრიკიდან იბერიის ნახევარკუნძულზე გადავიდა. ახლო მდებარე მთას მათ თავისი ლიდერის პატივსაცემად ტერიკის მთა უწოდეს, რაც არაბულად ჯუბალ ტარიკია, ესპანურად კი გიბრალტარი. ესპანეთში შექმნა ისლამურმა სამყარომ მართლაც რომ ღირსშესანიშნავი ცივილიზაცია. ცივილიზაცია ფასდება ბიბლიოთეკებით, სამოქალაქო აზროვნებით, კულტურათა ურთიერთობით, თავისუფლებითა და ტოლერანტულობით. 1000 წლის წინ აქ ესპანეთში ეს ყველაფერი იყო. მუსულმანებმა დააარსეს ალ-ანდალუსი, რომელიც ნამდვილ მულტიკულტურულ საზოგადოებას წარმოადგენდა. აქ ერთად ცხოვრობდნენ მუსულმანური, ქრისტიანული და ებრაული საზოგადოებები. ამარემარეში, რომელიც დღეს ანდალუზიად არის ცნობილი, მუსულმანი არქიტექტორები კორდობასა და სევილიაში თვალწარმტაც სასახლეებსა და საოცარ მეჩეთებს აგებდნენ. ევროპელები აქ მუსულმანებს მავრებს ეძახდნენ. სწორედ მათი წყალობით მიაღწია ისლამმა ახალ კულტურულ ზენიტს ესპანეთში. მებაღეობა, ნავიგაცია, ასტრონომია, მედიცინა, ქიმია, მათემატიკა. ამ მეცნიერებათა უდიდესი ნაწილი ევროპაში ესპანეთიდან შემოვიდა, სადაც ის მუსულმანებმა განავითარეს. ტოლედოს მავრიტანულ სამეცნიერო სკოლებში მუსულმანი, ქრისტიანი და ებრაელი მთარგმნელები ანტიკურ ტექსტებს, რომლებიც ადრეული ისლამური დინასტიების მიერ იყო შეგროვილი, ერთად თარგმნიდნენ ლათინურად, რადგან ეს იყო ენა, რომელსაც მთელი ევროპა გაიგებდა. რა თქმა უნდა, ეს იდეები მოგვიანებით მთელს ევროპაში გავრცელდა და საკმაოდ დიდი როლი ითამაშა დასავლეთ ევროპულ რენესანსის ჩამოყალიბებაში. თუმცა ეს რელიგიური ტოლერანტობა და კულტურული თანამშრომლობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მე-13 საუკუნეში კათოლიკურმა სამყარომ ესპანეთის საკუთარ წიაღში დაბრუნება გადაწყვიტა. მე-14 საუკუნის დასასრულს მუსულმანთა მმართველობაში მხოლოდ გრენადის კომპლექსი დარჩა. 1492 წელს ისიც ქრისტიანების ხელში გადავიდა. ამით დამთავრდა ისლამური სამყაროს 7 საუკუნეზე მეტი ხნის ბატონობა ევროპაში. მაგრამ ამ დროს დედამიწის მეორე მხარეს ისლამის აღზევების ხანა იყო. მე-15 საუკუნის ბოლოს მუსულმანურ სამყაროში არსებობდა წარმატებული სამხედრო სახელმწიფოების, დიდებული სასულთნოების მთელი რიგი. დასავლეთ აფრიკაში ეს იყო სანგანების იმპერია. ირანში საფავედების დიდი იმპერია. ხოლო ინდოეთში კი გვხვდება პირველი პოლიტიკურ სამხედრო გაერთიანება, რომელსაც მუსულმანი სულთანი მეთაურობს. ინდოეთის ნახევარკუნძულზე ჩინგისხანის შთამომავლების, მონღოლების ისლამური დინასტია მართავდა იმპერიას, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ ის მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მე-5-ს მოიცავდა. აქ კიდევ ერთხელ აღორძინდა სწავლისა და განათლების ისლამური კულტურა. ეს იყო დრო, როდესაც ინდოეთის კულტურამ ბრწყინვალების ახალ პიკს მიაღწია. ეს იყო პერიოდი საოცარი მხატვრობის, არქიტექტურის, ლიტერატურისა და ფუფუნების. ამ ყველაფერმა პიკს შაჰ ჯაჰანის პერიოდში მიაღწია, რომელმაც ააგო ტაჯ-მაჰალი, ერთ-ერთი ულამაზესი შენობა მსოფლიოში. თუმცა პირდაპირი საფრთხე დასავლეთს ამ დროს აღმოცენებულმა სულ სხვა ისლამურმა სასულთნომ შეუქმნა. 1453 წელს ქრისტიანული ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი მუსულმანმა მეომრებმა დაიკავეს. 1000-წლიანი ქრისტიანული მმართველობის შემდეგ უძველესი ბერძნული დედაქალაქი თურქმა ოტომანებმა თავისი მუდმივ მზარდი ისლამური იმპერიის დედაქალაქად გადააქციეს. მათ ქალაქს სახელით შეუცვალეს და ისტანბული დაარქვეს.
ოტომანების ბიუროკრატიული პირამიდის თავში სულთანი იდგა. ეს იყო არაბული წოდება, რომელიც მმართველს ნიშნავს. სულთნები სამხედრო მეთაურები იყვნენ, რომელთა დანიშნულება ისლამური საზოგადოების დაცვა იყო. სულთნები გემოვნებით მორთულ ბრწყინვალე სასახლეში ცხოვრობდნენ. იქვე იყო ხის ჩუქურთმებით და ელვარეს სადაფით უხვად შემკული შენობა, მასში მცხოვრების სულთნის დიდი ოჯახით, ჰარამ-ხანით. ეს ტერმინი წარმოდგება არაბული სიტყვისგან ჰარამ, რაც აკრძალულს ნიშნავს. ორიენტალისტური სკოლის წარმომადგენელი ევროპელი მხატვრები და მწერლები ჰარამ-ხანას ცოდვითა და ოპიუმით გაჟღენთილ ბუნაგად წარმოგვიდგენდნენ, თუმცა მათი უმეტესობა ახლო აღმოსავლეთში ნამყოფიც არ იყო და მით უმეტეს ნანახი არ ჰქონდათ ოტომანთა ჰარამ-ხანა. ეს წარმოდგენა ძირითადად იქიდან მოდის, რომ ჰარამ-ხანა აკრძალული ადგილი იყო, სადაც არავის ჰქონდა შესვლის უფლება. ეს ნაწარმოებები უმეტესად მათი ავტორების ფანტაზიის ნაყოფია. სინამდვილეში ჰარამ-ხანა სასახლის მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. სულთნის ცოლებსა და მხევლებს შორის, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ, იყვნენ მომავალი სულთნის დედები. ამგვარად ჰარამ-ხანაში საკმაოდ დიდი პოლიტიკური ძალაუფლება იყო თავმოყრილი. ეს ადამიანები არ იყვნენ იზოლირებულნი. ისინი არ იყვნენ უსაქმურები. ჩაბმულნი იყვნენ ეკონომიკურ ცხოვრებაში. ფულს აბანდებდნენ როგორც საშინაო, ისე საგარეო ვაჭრობაში. ისინი აშენებდნენ საქველმოქმედო სასადილოებს, მეჩეთებს, სკოლებს და ასე შემდეგ. ამავე დროს ჰარამ-ხანა ხაზს უსვამდა ისლამის უმნიშვნელოვანეს განსხვავებას ებრაული და ქრისტიანული რელიგიებისგან. წმინდა ყურანის მიხედვით, მუსულმან მამაკაცს შეუძლია ერთზე მეტი ცოლი ჰყავდეს. ცოლად მოიყვანე 2, 3 ან 4 ქალი შენი არჩევანით. თუმცა ეს ნებართვა მხოლოდ იმ პირობით ეძლევათ, რომ ყველა ცოლს სამართლიანად და თანასწორად უნდა მოექცნენ. არ შეიძლება ვინმეს გამორჩევა. მაგრამ თუ შიშობ, რომ მათ მიმართ სამართლიანობას ვერ დაიცავ, მაშინ ერთზე დაქორწინდი. ეს შესაფერისი საშუალებაა, რაც უსამართლობის ჩადენისგან დაგიცავს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრმა მუსულმანმა მამაკაცმა ეს ისე გაიგო, როგორც ერთზე მეტი ცოლის ყოლის აკრძალვა. დასავლეთი უამრავ მიზეზს პოულობს, რათა გააკრიტიკოს ქალის მიმართ დამოკიდებულება ისლამურ საზოგადოებაში. ცხადია წესჩვეულებები სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ იმის მიხედვით, რაც ყურანში წერია, ქალთა უფლებები აქ ნათლად არის გარკვეული. ფაქტობრივად, ყურანი უფლებას აძლევს ქალებს, რომ ჰქონდეთ კერძო საკუთრება, მიიღონ მემკვიდრეობა და ჰქონდეთ საკუთარი არჩევანი დაოჯახების ან განქორწინების დროს. ყურანმა ხმის მიცემის უფლება ქალებს 1300 წლით უფრო ადრე მისცა, მანამ სანამ დასავლეთის ქვეყნები ამ საკითხს თუნდაც განხილვის საგნად აქცევდნენ. ფემინისტების უმრავლესობას ავიწყდება, რომ მაგალითად ამ ქვეყანაში ხმის მიცემის უფლება ქალებმა მხოლოდ 100 წლის წინ მიიღეს. და მაინც, მუსულმანური სამყაროს მთელ რიგ ქვეყნებში ქალები მკაცრი შეზღუდვების პირობებში ცხოვრობენ. ნებისმიერი ევროპელისთვის მუსულმანი ქალის თავსაბურავი, ჩადრი, ჩაგვრის სიმბოლოდ იქცა. მახსოვს ერთხელ ქუჩაში მივდიოდი და ვიღაც ქალი დაჟინებით მომაჩერდა. თვალს არ მაშორებდა, მერე ჩემთან მოვიდა, მხარზე ხელი დამადო და მითხრა: "ძვირფასო, შენ ახლა ამერიკაში ხარ და ვალდებული არ ხარ, ასე იარო." ქალის თავსაბურავი რამდენიმე წამყვანი რელიგიის ატრიბუტია. დღეს ბევრი იუდეველი და ქრისტიანი ინარჩუნებს ღვთის წინაშე მორჩილების ამ ძველი სიმბოლოს. ზუსტად ასევე მუსულმან ქალთა ნაწილი ჩადრს მხოლოდ ლოცვის ან სხვა რელიგიური რიტუალის შესრულების დროს ატარებს. მე ჩადრი არ ვატარე, ასე გადავწყვიტე. ჩემი აზრით, მოგრძალება ადამიანის შინაგანი თვისება აქ და ქსოვილის ნაჭრის ან თავშალის თავზე შემოხვევა კარგ მუსულმანად არ გაქცევს. თუ ყურადღებით წავიკითხავთ, დავინახავთ, რომ ყურანი თანაბრად მოითხოვს მოგრძალებას კაცებისგანაც და ქალებისგანაც. არჩევანის სხვადასხვა ტიპის თავსაბურავებს შორის ავღანური ბორკადან დაწყებული, რომელიც ქალს მთლიანად ფარავს, შედარებით ღია ირენული შადორის ჩათვლით, უფრო კულტურულ ასპექტებს ასახავს ვიდრე ალაჰის მოთხოვნებს.
ისლამი ქალის ჩაგვრას არ ითხოვს. უბრალოდ ის ხალხი, ვისაც ქალისადმი პატრიარქალურ ტომობრივი დამოკიდებულება ტრადიციულად ახასიათებს, თავს რელიგიით იმართლებს. ეს ისლამის გაჩენაზე უფრო ძველი დროის გადმონაშთია. თუმცა, მე-18 საუკუნის დასასრულისთვის ისლამური სამყარო დასავლეთის შემოჭრისგან თავსაბურავმა ვერ იხსნა. მე-16 საუკუნეში სულეიმან დიდის სულთნობის დროს ოტომანების არმიამ სერიოზული საფრთხე შეუქმნა დასავლეთ ევროპას, როდესაც ბალკანეთი და პირინეის უმეტესი ნაწილი დაიპყრო. 1529 წელს ოტომანებმა ალყა შემოარტყეს ვენას, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დედაქალაქს და ეს 1683 წელსაც გაიმეორეს. მაგრამ ამაზე შორს დასავლეთ ევროპაში ისლამური იმპერია ვეღარ წავიდა. მე-18 საუკუნეში ოტომანები უკვე ვეღარ ინარჩუნებდნენ მშვიდობიანობას დასავლეთ ევროპაში აღმოცენებულ ახალ ძალებთან. პასუხი კითხვაზე თუ რამ გამოიწვია ასეთი ცვლილებები, ჩემი აზრით, სოფლიოს განვითარების ისტორიაში დევს. მთავარი ცვლილება, რომელიც მე-18 საუკუნეში მოხდა, ინდუსტრიული რევოლუციაა. ოტომანების ერთდროს ბრწყინვალე ბიუროკრატია ძალიან გაიბერა და კორუფციამ მოიცვა. ძლევამოსილი სულთნები პოლიტიკურ არარაობებად იქცნენ. ოტომანების დიდებულ იმპერიას საძირკველი მოერყა. 1798 წლის ზაფხულის დასაწყისში ახალგაზრდა მამაცი ფრანგი გენერალი ნაპოლეონ ბონაპარტე და მისი არმია ეგვიპტის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან ალექსანდრიას მოადგა. რამდენიმე კვირის შემდეგ პირამიდებთან გამართულ ბრძოლაში ნაპოლეონმა ადვილად დაამარცხა ეგვიპტის მრავალრიცხოვანი არმია და კაირო აიღო. მომდევნო ერთი საუკუნის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის დასუსტებულ სახელმწიფოებზე საფრანგეთი და ინგლისი გაბატონდა. სხვადასხვა რეგიონი დროის სხვადასხვა მონაკვეთში დაიპყრეს. მაგრამ ყოველ ახალ დაპყრობას საფუძვლად ერთი საერთო იდეა ედოდა, ეს იყო ევროპელების მტკიცე რწმენა მათი ეთნიკური უპირატესობის შესახებ, რაც გადაულახავს ზღვარსავლებს და მათსა და მათ მიერ დაპყრობილ ხალხებს შორის. ეს ზღვარი განსაკუთრებით შესამჩნევი იყო მუსულმანებთან, რადგან ეს უკანასკნელნი მათგან რელიგიითაც განსხვავდებოდნენ. ევროპელების გზები ძალაუფლებისაგან განსხვავებული იყო. მათმა ფინანსისტებმა ეგვიპტეს თანხები გამოუყვეს სუეცის არხის მშენებლობისთვის, რომელიც 1859 წელს დაიწყო. თუმცა ეგვიპტის უზარმაზარმა დავალიანებამ და მისწრაფებამ პროგრესისაკენ ბრიტანეთს საშუალება მისცა ადვილად დაუფლებოდა არხსაც და ქვეყანასაც. 1882 წლისთვის ბრიტანელებმა ეგვიპტის ოკუპაცია მოახდინეს და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ბრიტანულ უსაფრთხოებას და ბატონობას სუეცის არხზე არაფერი დამუქრებოდა. ამასობაში ფრანგების ყურადღება ალჟირისკენ იყო მიპყრობილი. მათ სურდათ ის ევროპის ბეღლად ექციათ. ფრანგებმა ხალხს მიწები წაართვეს, არაბულ ენას და მუსულმანურ რელიგიას დევნიდნენ. ამგვარად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო კოლონიალიზმის ყველაზე სასტიკი გამოვლინება. და მაინც, ბევრი ისლამური სახელმწიფო უცხო ძალას რეალურად მხოლოდ პირველმა მსოფლიო ომმა დაუმორჩილა.